თქვა რომ ქართული ეს მიწეს საშუალება არჩევანის. ეს პირველი. მეორე, უნდა გაგრძელდეს თავისუფლებისათვის და ღირსებისათვის და უფლებებისათვის ბრძოლა. უნდა გაიხსნას ყველა ტელევიზიაში ტოკ-შოუები, რა თქმა უნდა ითქვას აზრით. და აი მე შემონი ნახე რამდენი ხალხი მივა მე. როცა ხალხი გაიგებს სიმართლეს, რომ ჩვენ ომი წავაგეთ, რომ ჩვენ ტერიტორიები დავკარგეთ, რომ ჩვენ უამრავი ტოლვილი ყავს, რომ ჩვენ იმ ტოლვილებს ისეთ სახლებს იუშვებთ, რომ მე არ ვიცი ახლა იქ ნორმალური ადამიანი ვინ შევა და ვინ იცხოვრებს იქ მე არ ვიცი. რომ ტოლვილებს ჩვენ ვასახლებთ წეროვანში. და რომ დავკარგეთ კოდორის, სადაც არავის ფეხი არ დაუდგია არც ერთ წერს არასოდეს. ჯერ გავხადეთ ზემო აფხაზეთი და მეორე აფხაზებმა თქვეს თუ ზემოა, აბა ჩვენი იყოსო. ქართული სოფლები, რომლებიც იყო შექმნილი ქსანაკოების ხელმძღვანელობა შემოარდნენ ისიც აიღეს ახალგორიც აიღეს. ამას ხალხი როცა გაიგებს და როცა გაიგებს რამდენია დაღუპული, რომელიც მეცხედე ვერ გავიგეთ, მე არ ვიცი ვინ გაიგებს. თუ ვინმე მიწით, იქნება მითხრა. რომ გავიგებთ რამდენი გაბახებული ქართველი ხალი არის, რომელიც გააუპატიურეს, რომ გავიგებთ რამდენი შეურაცხყოფა მიაყენეს და რომ გავიგებთ რამდენი დაუმარხავი ბიჭი დარჩა ცხინვალში, რომლებიც რომ ვერ გავიგეთ სად მოხდა, რატო მოხდა და ოსები იხოცებოდნენ წაიყვანა ჩვენი მიცვალებულები და არავინ არ შევიდა. პატრიარქის გარდა რომ არავინ არ შევიდა, ხელისუფლება რო ტრაბახობდა, ჩვენ ამას ვიზავთ, ჩვენ იმას ვიზავთ და პეტერბურგს და მოსკოვს ავიღებთო. რატო არ შევიდა, რატო არ წამოიღეს? აი როცა ამ ყველაფერს გავიგებთ, მაშინ გამოვა იმდენი ხალხი, რომ ამ სიტუაციას დაამთავრებს ძალიან მალე. მაგრამ თავარი საკითხი, რაც ჩვენ გვაქვს რაც საზოგადოებამ დაცვა, აუცილებელი არის ახალი სახეები, ახალი იდეები და რაც თავარია კონცეპტუალური მიდგომა როგორ სახელმწიფოს ვაშერებთ. მე მართლა არ მინდა ეს სახელმწიფო, სადაც შევარდები და ოსცენ. მე ოსცი მყავს ბევრი ძმაკაცი და იქ ომში იმ ჩემმა ძმაკაცმა 14 ქართველი გაანთავისუფლა, ვით შეელო. ვისა ბიზარტი არის არჩეულებრივი პიროვნება. ეხლა წყდა შეხვედრა. აფხაზიც ყავს ძმაკაცი და მეგობარი და არ შეიძლება ამ ხალხის გადამწერება ის ხალხი გიყურებს როგორც მეგობარს და შენ თუ გინდა რომ მარტო ტერიტორია წაართო და ის გააგდო ესე არ გამოვა. საქართველო უნდა მივხვდეთ ვარი მრავალეროვანი სახელმწიფო. სამწუხაროდ საბედია. და აფხაზები და უნდა ამ ხალხთან მოვძებნოთ საერთოდ. 23-ში გეგმება კიდევ ერთი მიტინგი. მანამდე ხელისუფლებას აქვს 3 ულტიმატუმი წაყენებული. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ტელეკომპანია იმედის დაბრუნება პატრიკაშვილის ოჯახისთვის და ვიგარის შერჩენები. როგორ ფიქრობთ 23-მამდე იქნება თუ არა რომელიმე შესრულებული, რომელიმე მოთხოვნა? არ ამგონია რომ იქნება, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ეს ბრძოლას იმისათვის, რომ თანდათანობით საზოგადოებას მეტი ინფორმაციაც მივაწოდოთ, უფრო მეტი ადამიანი შემოვიერთოთ, გავხადოთ ჩვენი თანამებრძოლი და ჩვენი თანამოსაქმე ამ საქმეში და მივახციოთ იმას, რომ აუცილებლად მე ვეთანხმები ია ამბობდა თუ არ ვცდები, ხო? ამ ხელისუფლების საქმე არის დამთავრებული. აქ ლაპარაკი იმაზე არ არის, რომ ესენი კიდე დარჩებიან, ვინ დარჩება 4 წელი კიდე სააკაშვილი ნიშნავს ამ ქვეყნის დაღუპვას საბოლოო დასამარებას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რისკია კიდე ამ ქვეყანაში და ვის აწყობს ეს სააკაშვილი ამ ქვეყნის პრეზიდენტად. ერთადერთი ქვეყანაა, ვისაც აწყობს, ეს არის რუსეთი. მათთვის არის აღმოჩნდა იდეალური ვარიანტი სააკაშვილი 1000%-ით შეასრულა თავის გეგმა. არა მარტო ამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, არამედ სოფლიო დონის მოთამაშედ გამოვაგდეთ ჩვენი წინდაუხედაობით და ჩვენი ცუნდრუკობით, ასე ვთქვათ, ეს სახელმწიფო, რომელსაც ისე თავისი იმპერიული ამბიციები აქვს. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მასმედიასთან ერთად უნისონში. მე რატომ ამბობ ამას? მათ ტელევიზიების იმედზე ნუ იქნებით და რატომ? ყველა არ უძახიან მასმედიას მეოთხე ხელისუფლებას. მეოთხე ხელისუფლება, იმიტომ ქვია, რომ მან უნდა გააკონტროლოს დანარჩენი 3 შტო ხელისუფლების. ეს არის ოპოზიციური ფუნქცია მასმედიისთვის, არის მისი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია. როგორც კი ამ ფუნქციას კარგავს თავის მნიშვნელობას, კარგავს თავის სიცოცხლის უნარობას, კარგავს თავის, ყველანაირ მომხიბვლელობას და შარფს აქ გააჩნია და საზოგადოებაც ამის შესაბამისად მე ხდება ინერტული, ხდება არაადეკვატური და ასე შემდეგ. ამიტომაც მე ვფიქრობ და მე ვთვლი, რომ ჩვენ პოლიტიკოსები, ვალდებულები ვართ დავეხმაროთ მედიას იმაში, რომ მედიამ შემდეგ მოასწოროს დემოკრატიული პირობების შექმნას ქვეყანაში საიმისოდ, რომ ქვეყანა წავიდეს სწორი მიმართულებით. ამიტომ ეს ორგანულად არსებობს ეს კავშირი ოპოზიციასა და მასმედიას შორის. ამიტომ მე გიას პროტესტს იმ საკითხში ვეთანხმები, რომ ძირითადი ფუნქცია
ჟურნალისტიკის წარმომადგენლების არის სწორედ იმ მანკიერებების ხილება, ამებზე ყურადღების გამახვილება, რომელიც გუყავს ქვეყანას და პრობლემას უქმნის ამ ქვეყანას და არა ის ოპოზიციას რა თქმა უნდა, ოპოზიციას ყველა უნდა აკრიტიკოს, რა თქმა უნდა, მაგრამ ვინაიდან ოპოზიციას არ გააჩნია ბერკეტები, არ გააჩნია სახელმწიფო რაღაცა ძალა ისეთი, რომლითაც მას ქვეყნის ასე იგი რაღაცა საპასუხისმგებლო მომენტებში იმდენი ძალა და იმდენი გადაწყვეტილების უნარი და უფლება აქვს, რამდენიც აქვს ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ოპოზიციის კრიტიკას, ოპოზიციის განკითხვა თუ ოპოზიციის ჩემო ბატონო ჩამარხვა ეს არ არის ამ შემთხვევაში აქტუალური პრესისთვის. ველის თუ ამბობს თვითონ და ვეთანხმები, მაგრამ რატომღაც აღმოჩნდა რომ მე ყველა ხელისუფლების ოპოზიციაში, იმიტომ რომ ჩემო ველის თუ ჩემო ძიმფას მე მახსოვს კახათ არ გამაძეს როგორ ებრძოდი შენ და 100%-იანი იყავ. მე მახსოვს შევარნაძის მინისტრებს როგორ ებრძოდი და 100%-იანი იყავ. მე მახსოვს როგორ ახარ ეხლა შემართული და ჩართული და სხვათაშორის უნდა ვიკითხო ეს მასმედია მთლიანობაში არ ეხება. თუ კი ბეჭდვითი მედია არის თავისუფალი და მას შეუძლია დაწეროს, მას შეუძლია თქვათ იმ საკითხებზე ისაუბროს, რომელიც არის ქვეყანაში აქტუალური, მაშინ რა? განა დონე არ არის ჟურნალისტიკის ქვეყანაში არის, მაგრამ ვინაიდან ხელისუფლება მიცის, რომ ძალიან დიდი გავლენა აქვს ელექტრონულ მედიას მოსახლეობაზე, ამიტომ ის ძირითად თავის დაწოლას, ძირითად თავის ბერკეტებს, ძირითად თავის საშუალებებს და ყველაფერს ხარჯავს იმისთვის, რომ ელექტრონული მედია ყავდეს ხელში ჩაგდებული და დღეს ყველა ტელევიზიის უფროსი, გარდა კავკასიისა და მაესტროსი, რომელიც არის ერთი კაცი. ამ ერთ კაცს ქვია მიხეილ სააკაშვილი და ის შემთხვევით არ უთქვია მას გაჩუქებთ მეორე ახსო როგორ მაჩუქებ ხო ისმის კითხვა ახლა როგორ მაჩუქებ თუ შენი არა ქურდი დღეში 9-ჯერ გამოწყდება ისეთი ამბავია თან ამბობს რომ ერაშვაში ვარ და იქ ხალხია და ხელმძღვანელობა და ისინი წყვეტენ და თან ამბობს თან ესეთ შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროში რაღაც შტაბების პრეზენტაციებზე და მთელ ამაზე მთელი მსოფლიოს გასაგონად ამბობს აი ოპოზიციას ვაჩუქებ მთელი მეორე ახსო კი ბატონო ჯერ ერთი კი არ გვაჩუქა უნდა გითხრათ ერთი რამ ძვირფასო ჟურნალისტებო, მასმედიის წარმომადგენლებო. ამ სამი თვის განმავლობაში ჩვენ ძალიან ინტენსიური მუშაობა ჰქონდა დიპკორპუსის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო სტრუქტურებთან, ორგანიზაციებთან, სწორედ მედიის საკითხებთან დაკავშირებით და ძალიან დიდი და სერიოზული მხარდაჭერა არის მათი მხრიდან. მე წეგან რომ ვთქვი, რომ 100%-ით გამოგვიჯავს მეთქი იმეც ხელიდან, მე წყვილად არ მithქვია. ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ აი სამ მოთხოვნაზე მე მეკითხებოდა ნინო, ხო? იმედის საკითხს ჩვენ აუცილებლად გადავწყვეტ. ეს არ იქნება სააკაშვილის ტელევიზია. ეს გაუბრუნდება ისევ ქართულ ხალხს, როგორც იყო აქამდე და ეხლა რუსთავი ორი საკითხები და სხვა ტელევიზიები ჯერი გადგება ალბათ მერე. მაგრამ იმედი და საზოგადოებრივი არხი როგორც ასეთი, საზოგადოებრივი არხი ჩვენი ფულით, ჩვენი ჯიბიდან ვინახავთ უყოლანი ჩვენ, ამიტომაც აგვაქვს დიდი პრეტენზიები გაცილებით და იმედთან დაკავშირებით დიდი აფიორა ჩაატარა სააკაშვილმა. ამიტომ სამართლებრივადაც, იურიდიულადაც, პოლიტიკურადაც მათ აქვს ძალიან სუსტი პოზიციები აქვს. და არის შესაძლებელი. დიდი მადლობა ყველას. გააცემაში მონაწილეობის ხომ არ გინდოდათ რეპლიკა, ხო ძალიან მოკლედ, ძალიან გადავაცილებ. ეხლა ისეთი ჩამოვარდა ამ ბოლო პერიოდში ერთი წელი, ორი წელი განმავლობაში, რომ ძალიან ბევრი მეგობრები, მარტო მე არ მეხება, ალბათ ძალიან ბევრი ადამიანს ეხება საქართველოში, რომ ერთმანეთს დავკარგეთ ერთმანეთი. ერთმანეთს დავშორდით, მართლა დარწმუნებული ვარ, როგორც მე მენატრება, ისე მენატრები მათ და თქვენ და ჩვენ ურთიერთობაში ყველაზე დიდ მინუსად მგონია აი ამ პერიოდში რაც მოხდა. დამატულებით აღადგინეთ ის ურთიერთობები, აი ესე ვისურვებდი მე და ძალიან დიდ საცხოვარს გაუგზავნით ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ აი პირველ რიგში აღადგინოს ის ჩატეხილი ხიდი და ურთიერთობები, რა ხიდით არის დღეს საზოგადოებაში ჩატეხილი და აბსოლუტურად ეს არის ხელისუფლების პრეროგატივა, აქ დამეთანხმებით, რომ ოპოზიცია მართლა არაფერში არ არის და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ყველას საქართველოს სიყვარული არ არის მარტო რაღაც გარკვეული ხის ან ბორდიური სიყვარული, ეს არის ურთიერთობა 1000 წლეულებით, 10000 წლეულებით დღემდე მოტანილი და ამ ურთიერთობებს გაუხსნით ჩვენ ერთმანეთზე უკეთესი არავინ არ ხობს. მადლობთ, გადაცემა უკვე დასრულდა. გადაცემაში მონაწილეობისთვის მადლობას მოგახსენეთ, რაც შეეხება ოპოზიციის პირველ მოთხოვნას ტელეკომპანია იმედის ოჯახისთვის დაბრუნებას, ამასთან დაკავშირებით უკვე ხელისუფლებასთან აქვს სულ ერთადერთი შეკითხვა მას შემდეგ, რაც ოჯახმა ეს ტელევიზია დაკარგა, საქართველოში ძალიან ბევრი არასრულყოვანი თუნდაც იხდის საჭილს იმისათვის, ციხეში რომ სკოლიდან წამოიღო ბურთი, ან მოიპარა ფუნთუშა, ან ჩაიდინა რაღაცა წვრილმანი დანაშაული. საქართველოში არსებობს ვინმე დიდი ბიზნესმენი, რომელმაც უკვე როგორც ამერიკულმა სასამართლომ დაადასტურა,
ხელმოწერის გაყალბებით მიეცვისა მინდორგულობა საქართველოში არსებობს ოჯახი, რომელიც ითხოვს, რომ დაიხაჯოს ეს ადამიანი, ვინც მათ თაღლითური გზით წაართვა ქონება. მე უბრალოდ მაინტერესებს, რატომ არ აღიძრება საქმე ჯოზეფ კეის წინააღმდეგ, უკაცრავად თუ არ ვინმეს უშუალობის პრეზუმპციას, უბრალოდ რატომ არ იწყება თუნდაც გამოძიება. მე მაინტერესებს იმ დროს, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან მსუბუქი დანაშაულისთვის ის ციხეში. რატომ არ ინტერესდება ხელისუფლება და მე იმედი მაქვს, რომ რაღაცა პასუხი მაინც იქნება ამ კითხვაზე. დიდი მადლობა ყველასთვის მონაწილეობდა ამ გადაცემაში, დიდი მადლობა ყველასთვის ფიქრთან და ბარიერში მე შეგხვდებით მომავალ პარასკევს, სამშაბათს კი ამ სტუდიაში ალეკო ელისაშვილი მუშაობს. კარგად განდებოდეთ.